რა მოხდება მაშინ, როცა AI ფიზიკურ სხეულს, ანუ ჰუმანოიდ რობოტებს შეერწყმება და შეიქმნება ეგრეთ წოდებული AGI, ანუ ზოგადი ხელოვნური ინტელექტი. ანუ როცა მას ექნება ადამიანური ინტუიცია და ემპათია. მეცნიერები აქ ორ ბანაკად იყოფიან. ილონ მასკი და სემ ალტმანი ვარაუდობენ, რომ AGI-ს, რომელიც ადამიანზე ჭკვიანი იქნება, თითქმის ყველაფერში 2029-2031 წლებისთვის ვიხილავთ. ნეირომეცნიერების და სკეპტიკოსების აზრით კი, ეს ბევრად რთულია და სრული გონებრივი და ემოციური ჩანაცვლება, როცა მაგალითად თერაპევტისგან AI-ს ვეღარ გაარჩევთ, სავარაუდოდ 2040 წლებამდე არ მოხდება. რაც შეეხება ფიზიკურ შრომას, დაახლოებით 2028-32 წლებისთვის ველოდებით რობოტების პირველ მასობრივ ტალღას ქარხნებსა და საწყობებში. მაგრამ თქვენ სახლში მოულოდნელად გაფრჩებული დაჟანგული მილის გამოსაცვლელად სანტექნიკოსი რობოტის მოსვლას საუკუნის შუა პერიოდამდე 2035-45 წლებამდე სავარაუდოდ არ უნდა ველოდოთ, რადგან ქაოტურ უცნობ გარემოში ნავიგაცია რობოტისთვის ურთულესია.